ხმაური ბოტანიკურ ბაღთან ნაციონალური მოძრაობა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას 4 ჰექტარი მიწის გასხვისება შეადანაშაულებს. ბაღის დირექტორი კი ამბობს, რომ მიწის არა გასხვისება, არამედ უკეთეს ტერიტორიაზე გაცვლა მოხდა. თამაზ დარჩიძემ ჟურნალისტებს შეძენილი ტერიტორია დაათვალიერებინა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. რას მოითხოვს ნაციონალური მოძრაობა, როგორია თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიცია და რის გაკეთება იგეგმება ახალ ტერიტორიაზე, ნახეთ რეპორტაჟში. ეს 4 ჰექტარი, ეხა ირიცხება კვლავ ბოტანიკური ბაღის არა, ჩემო ბატონო, ამაზეა საუბარი. ჩემგან ხო იკოთ პასუხი, ჩემგან ხო იკოთ პასუხი, მაგრამ მომისმინე უნდა. ბოტანიკურ ბაღში მისულმა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბოტანიკური ბაღის დირექტორისგან განმარტებები მოითხოვეს. ნიკამელია ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას 4 ჰექტარი მიწის გასხვისებას ედავება. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღის განმავლობაში რამდენიმე აქცია გამართეს. ეს არის 4 ჰექტარი თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი ტერიტორია მიითვისა და ეს არის დადასტურებული. ბოტანიკური ბაღის ოპოზიციამ თბილისის მერიაც უკანონო და ყოფილი პრემიერის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ნაციონალური მოძრაობის ამ ბრალდებებს კი დღეს დედაქალაქის მერიაში უპასუხეს. თბილისის მერის მოადგილე ოპოზიციას სრულ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით ბოტანიკურ ბაღში ერთი ტერიტორიის მეორეთი ჩანაცვლება მოხდა. საჯაროების პრინციპის დარღვევა, ფარულად ამის გაკეთება და ფარული მიტაცება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს დანაშაულებრივ მოქმედებასთან, საქმე გვაქვს ბოტანიკური ბაღის განადგურებასთან. ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარის ნაცვლად, რომელიც ნაკლებად დატვირთული იყო ბოტანიკური ბაღის მიზნების განხორციელებისთვის, მოხდა ადეკვატური ტერიტორიის ფართობით ჩანაცვლება. ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებით მათ ფართის კორექტირება მოახდინეს, რის შედეგადაც ბოტანიკურ ბაღს აქამდე გამოუყენებელი ქვაღორღიანი ფერდობის სანაცვლოდ მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია შეუერთდა თაბორის მთაზე. თამაზ დარჩიძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, მისი თქმით კომპანია ქართულ ბოტანიკური ბაღისთვის დიდ სამუშაოებს ატარებს. საერთაშორისო საქველმოქმედო ქართულ არის ბოტანიკური ბაღის მხარდამჭერი უკვე 10 წელზე მეტი პერიოდია. ეს მხარდაჭერა გამოიხატება უშუალოდ სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაში და თანამშრომლების, რომლებიც ჩართული არიან ბაღის სამეცნიერო მუშაობაში, ასევე სამეურნეო და აგროტექნიკური სამუშაოებში, მათ მხარდაჭერას. პლუს ამას ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სწორედ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს მხარდაჭერით ხდება. ჩვენი ხარჯების ნახევარზე მეტს იღებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართულ. დღესვე განმარტება გააკეთა ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. გიორგი უძილაურის განცხადებით 2005-დან 2016 წლამდე ფონდმა ქართულ 23 მილიონ ლარზე მეტი მოახმარა თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების რეაბილიტაციასა და ფუნქციონირებას. მაშინ რა ინტერესი იყო იგივე ბიძინა ივანიშვილისგან ან ფონდი ქართულსგან, რომელმაც 2005 წლიდან 2016 წლამდე 23 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი არა მარტო გადარჩენილიყო და რეაბილიტაცია ჩატარებულიყო, არამედ ამ წლების განმავლობაში იქ მომუშავე პერსონალს მიეღო ხელფასები. ნაციონალური მოძრაობის წევრები პროტესტს ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებითაც გამოთქვამდნენ. მაშინ ოპოზიცია ხეების უკანონო გადარგვაზე საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო იყო. თავად ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები იხსენებენ, როგორი იყო ბოტანიკური ბაღი წლების წინ და რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. იყო უმძიმესი პერიოდი. ეს იყო ჩვენი ერთგვარი ძირითადი სამუშაო და ერთგვარი მისია, რომ ჩვენ წინაპრების დანატოვარი შეგვენარჩუნებია როგორმე. სპონსორი გამოგვიჩნდა. გაჩნდა რა თქმა უნდა მეტი საშუალება, რომ გვევლო უკვე და უფრო ფართოდ შეგვესწავლა. ისევ დაგვეწყო სამეცნიერო მოღვაწეობა და მუშაობა, რომელიც დღეს მიდის. თბილისის ბოტანიკური ბაღი 97 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ეს ის 4 ჰექტარია, რომელიც კომპანია ფინსერვისმა ბოტანიკურ ბაღს გადასცა. აქ უკვე დარგულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია. ბოტანიკური ბაღი დაუკავშირდება კრწანისის შინდისის ახალგზას, ბაღში გაკეთდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება. ის ტერიტორია კი, რომელიც ბოტანიკურმა ბაღმა სანაცვლოდ მისცა ფინსერვის, აქამდე გამოუყენებელი განაპირა ფერდობი იყო.